მეგობრებო, გამარჯობა. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ პირის ნაცვალსახელები აკუზატივში. ოღონდ სანამ ვისწავლით, ანუ სანამ გადავალთ ამაზე, მანამდე მოდით ჯერ გავიხსენოთ პირის ნაცვალსახელები ნომინატივში. ნომინატივი ეს არის სახელობითი ბრუნვა, ნომინატივში ჯდება წინადების სუბიექტი და მოდით გავიხსენოთ პირის ნაცვალსახელები ნომინატივში. მოკლედ, ესენია ich, ანუ მე, du, შენ, er, ის მამრობითი სქესი, sie, ის მდედრობითი სქესი, es, ის საშუალო სქესი, wir, ჩვენ, ihr, თქვენ, sie, ისინი და გვაქვს sie, თქვენ, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. მოკლედ, ესენია პირის ნაცვალსახელები ოღონდ ნომინატივში, ანუ სახელობით ბრუნვაში. ნომინატივში ჯდება წინადების სუბიექტი და ნომინატივი პასუხობს კითხვაზე wer, ანუ ვინ. ახლა გადავდივართ აკუზატივზე. ვისწავლოთ პირის ნაცვალსახელები აკუზატივში. აკუზატივი არის წინადების პირდაპირი ობიექტი. აკუზატივში იქნება პირის ნაცვალსახელები. აკუზატივში იქნება mich, ანუ მე, dich, შენ, ihn, მას, ან ის მამრობითი სქესი, sie, მას, ან ის მდედრობითი სქესი, es, მას, საშუალო სქესი. ნახეთ, დააკვირდით, მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესი შეიცვალა. ნომინატივში იყო er, აკუზატივში გახდა ihn. მდედრობითი სქესი აქაც არის sie, საშუალო სქესი აქაც არის es, როგორც ნომინატივში. შემდეგი uns, ანუ ჩვენ, euch, ანუ თქვენ, sie, მათ, ან ისინი და ბოლო sie, თქვენ, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. როგორც ხედავთ, არც ეს ორი არ შეცვლილა. ნომინატივში ისინი მესამე პირის მრავლობითი იყო sie, აქაც არის sie, რაც შეეხება თავაზიან ფორმას, ესეც ნომინატივში იყო sie, აქაც არის sie. ახლა მოდით შედარება გავაკეთოთ ნომინატივისა და აკუზატივის. ესე იგი, ნომინატივში მე, ich, აკუზატივში mich. ნომინატივში du, აკუზატივში dich. ნომინატივში er, აკუზატივში ihn. Sie, es, wir, uns, ihr, euch, sie, აკუზატივი პასუხობს კითხვაზე wen, ანუ ვის. ეს იყო პირის ნაცვალსახელები აკუზატივსა და ნომინატივში, მაგრამ მოდით ბარემ არტიკლებით გავიხსენოთ. ნომინატივში განსაზღვრული არტიკლებია der, die, das, die. der მამრობითი სქესის არტიკლია, die მდედრობითი სქესის, das საშუალო სქესის
და ეს მეოთხე die არის მრავლობითის. ეს ნომინატივში განსაზღვრული არტიკლები. აკუზატივში განსაზღვრული არტიკლებია den მამრობითი სქესის, die მდედრობითი სქესის, das საშუალო სქესის და ასევე die მრავლობითის. დააკვირდით, მხოლოდ და მხოლოდ შეიცვალა მამრობითი სქესის არტიკლი, ნომინატივში არის der, აკუზატივში არის den. განსაზღვრული არტიკლებია. ახლა გადავიდეთ განუსაზღვრელ არტიკლებზე. ნომინატივში განუსაზღვრელი არტიკლებია ein, eine, ein, eine, ein მამრობით სქესთან გამოიყენება და ასევე საშუალო სქესთან. eine მდედრობით სქესთან გამოიყენება. ეს ნომინატივში. აკუზატივში განუსაზღვრელი არტიკლებია einen, eine, ein. აქ უკვე სამი, რადგან სამი ფორმა. einen მამრობითი სქესის, eine მდედრობითი სქესის, ein საშუალო სქესის. როგორც ხედავთ, აქაც მდედრობითი და საშუალო სქესის არტიკლები არის იგივე, მაგრამ მამრობითი სქესის არტიკლი შეიცვალა. ნომინატივში იყო ein, დაემატა en, გახდა einen. ახლა კი მოდით წავიკითხოთ მაგალითები და თან გადავთარგმნოთ. Mein Vater ruft mich an. Mein Vater ruft mich an. Mama ჩემი მირეკავს მე. ან ჩემთან რეკავს. mich ამ შემთხვევაში ხომ არის აკუზატივი მე, რადგან მე ვარ პირდაპირი ობიექტი. mein Vater ეს კი არის წინადების სუბიექტი. anrufen არის დარეკვა, რომელიც არის თავსართმოცილებადი ზმნა. an არის თავსართი და ვისაც გახსოვთ თავსართმოცილებადი ზმნების უღლების ფორმა, ვიცით რომ თავსართი სცილდება ზმნას უღლებისას, ამიტომაც როგორც ხედავთ an მოსცილდა ზმნას. შემდეგი ich habe ihn gesehen. Ich habe ihn gesehen ნიშნავს მე ის დავინახე ან მე ის მინახავს. ნახეთ ihn ის ამ შემთხვევაში არის მამრობითი სქესი. მოდით ვთქვათ მამაკაცზე გვაქვს საუბარი. Ich habe ihn gesehen, ანუ მე ის დავინახე, მე ის მინახავს, ან მამრობითი სქესის სიტყვაზე გვაქვს საუბარი. ihn, რადგან არის მამრობითი სქესი. Hast du ihn gesehen? Hast du ihn gesehen? შენ ის დაინახე? ან შენ ის გინახავს? აქ უკვე არის კითხვითი წინადადება ihn, ვიცით რომ არის ის მას, რომელიც არის აკუზატივში და არის მამრობითი სქესი. Ich treffe sie heute. Ich treffe sie heute ნიშნავს მე მას დღეს შევხვდები. ამ შემთხვევაში sie არის პირდაპირი ობიექტი, ანუ მას და არის აკუზატივში. Ich treffe, ანუ მე შევხვდები, მე ვხვდები, მე შევხვდები heute დღეს. Triffst du sie heute? Triffst du sie heute? დღეს შენ მას შეხვდები? შეხვდები შენ მას დღეს? ასე რომ გადავთარგმნოთ, sie არის ამ შემთხვევაშიც მას არის პირდაპირი ობიექტი და არის აკუზატივში. Ich suche dich. Ich suche dich. მე გეძებ შენ. მე შენ გეძებ. dich ამ შემთხვევაში შენ არის პირდაპირი ობიექტი და არის აკუზატივში. Ich liebe dich. Ich liebe dich. მე შენ მიყვარხარ. Ich liebe ნიშნავს მე მიყვარს, მე მიყვარხარ, dich შენ. Ich mag dich. Ich mag dich ნიშნავს მე შენ მომწონხარ.
შემდეგი არის er liebt mich, er liebt mich, ანუ მას ვუყვარ ვარ მე, mich, მე არის აკუზატივში, რადგან არის პირდაპირი ობიექტი ამ წინადადების. Er liebt mich nicht, er liebt mich nicht, ნიშნავს მას არ ვუყვარ ვარ მე, ამ შემთხვევაში გვაქვს nicht, ანუ არ, მას არ ვუყვარ ვარ მე. Ich besuche euch am Wochenende, ich besuche euch, ნიშნავს მე თქვენ მოგინახულებთ am Wochenende, შაბათ კვირას. Wochenende არის შაბათ კვირა. euch ნიშნავს თქვენ, რომელიც არის მრავლობითი და არის აკუზატივში. ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი, ესე იგი დღეს ჩვენ ვისწავლეთ პირის ნაცვალსახელები აკუზატივში. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო გამოგადგებათ, ყველას წარმატებებს გისურვებთ და დღეს გემშვიდობებით. კარგად.